დონალდ ტრამპ უმცროსი გუშინ 7 იანვარს გრენლანდიას მოულოდნელად ეწვია. ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მამამისმა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოხატა არქტიკული ქვეყნის კონტროლის სურვილი, რითაც პოლიტიკოსებში დიდი კამათი გამოიწვია. დონალდ ტრამპ უმცროსის მოულოდნელმა ვიზიტმა გრენლანდიის დედაქალაქი ნუუკი ჟურნალისტებით გაავსო, რომლებსაც ჰქონდათ ერთადერთი შეკითხვა: რატომ ხართ აქ? ჩვენ აქ ვართ როგორც ტურისტები. გრენლანდია საოცარი ადგილია. ჩვენ დიდი ხანია აქ ჩამოსვლაზე ვსაუბრობდით. წესით აქ გასულ გაზაფხულზე უნდა ჩამოსულიყავით, თუმცა ახლაც ძალიან მიხარია აქ ყოფნა. შვილის გრენლანდიაში ჩასვლიდან მალევე დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მარ-ა-ლაგოს მამულში პრესკონფერენცია გამართა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ინტერესი გრენლანდიის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით და არ გამორიცხა ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ან ეკონომიკური ზეწოლის გამოყენება. დონალდ ტრამპი აგრეთვე დაემუქრა დანიას და გააფრთხილა ვაშინგტონის მიერ კუნძულის შესყიდის შეთავაზების უარყოფის შემთხვევაში მოვლენათა განვითარების შესახებ. დანიამ სწორი დასკვნა უნდა გააკეთოს, მაგრამ არავინ იცის მათ საერთოდ სწორი ინტერესები თუ აქვთ. გრენლანდიაში ხალხი ალბათ ხმას მისცემს დამოუკიდებლობას ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეერთებას. თუ დანია ამას უგულებელყოფს, მე მათ ძალიან მაღალ ტარიფებს დაუწესებ. მიმდინარე მოვლენებს დანიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია იმის შესახებ, რომ გრენლანდია არ იყიდება. გრენლანდია გრენლანდიელი ხალხისაა. ეს ამაყი ხალხია თავისი ენითა და კულტურით და როგორც ადრე ითქვა გრენლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის მუტე ეგედეს მიერ გრენლანდია არ იყიდება. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი უახლოესი პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და ასევე ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონში, სადაც დაძაბულობა იზრდება. ჩვენი ინტერესია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი როლი ითამაშოს ამის განსამუხტად. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ვაშინგტონი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. 1946 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებმა დანიას $100 მილიონი ოქრო შესთავაზეს მსოფლიოს უდიდესი კუნძულის სანაცვლოდ. გრენლანდიის ოფიციალური პირების თქმით, როგორც მაშინ, ვერც ახლა კუნძულს ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იყიდის.